ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ უმაღლეს სასწავლებლებზე. საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ აბიტურიენტებისათვის არის ახლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი პერიოდი, როდესაც ისინი აკეთებენ არჩევანს და ამ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მათ ექნებათ კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით ჩერქეზიშვილი. მოგესალმებით ბატონ დავით და დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. ბატონ დავით, ჩვენ ვსაუბრობთ აბიტურიენტების არჩევანზე. თქვენ რომ ახლა იყოთ აბიტურიენტი, რა კომპონენტების გათვალისწინებით გააკეთებდით თქვენ არჩევანს? დიდი მადლობა მოწვევისათვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ადამიანს უნდა უმაღლესი განათლების მიღება, სურვილი აქვს, რომ ამ კუთხით ის განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა ის უნდა დაფიქრდეს იმაზე, რამდენად ხარისხიან განათლებას მიიღებს. ეს ხარისხიანი განათლება ერთგვარად ერთი სიტყვით შეიძლება ძალიან მოკლედ ითქმის, თუმცა ეს ძალიან ღრმა და შინაარსობრივი საკითხია. ეს მოიცავს უპირველეს ყოვლისა თანამედროვე ტიპის პროგრამას, ეს მოიცავს კვალიფიციურ პედაგოგებს, ეს მოიცავს სასწავლო პროცესის ადმინისტრირებას ძალიან მაღალ დონეზე, ეს მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ეს მოიცავს გასვლითი პროგრამების შესაძლებლობას, უცხოელ პედაგოგებთან, უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩასვლისა და იქ მიღებული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას, ასე რომ ძალიან ბევრი კომპონენტია. შესაბამისად უნდა მოხდეს შერჩევა ახალგაზრდის მხრიდან ზუსტად იმ მიმართულებით, რაც აქვს მას მიზნად დასახული. ეს შეეხება როგორც დარგებს, ასევე იმ მომენტსაც მას ამდენად სურს, მაგალითად დაუშვათ უცხოეთთან ინტეგრაცია, უცხოელ უნივერსიტეტებთან, ინგლისურენოვანი ან გერმანულენოვანი ნებისმიერი უცხოენოვანი პროგრამის კუთხით გაგრძელება მომავალში და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი არის, რომ მან უნდა გააკეთოს აქცენტი ხარისხიან განათლებაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი გეთანხმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. აქვს ძალიან ბევრი შემოთავაზება აბიტურიენტებს. ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხიან განათლებაზე და უდაოდ ის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან შედგება. რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც თავად უმაღლესი სასწავლებლებისათვის, თქვათ, ახალი ნაკადის მიღება, როგორ ემზადებიან ისინი ახალი ნაკადის მისაღებად, თუ ხდება, თქვათ, პროგრამების ჩანაცვლება, დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც გარკვეულწილად მნიშვნელოვანია. თქვენ ისაუბრეთ გასვლით პროგრამებზე, გაამახვილეთ ყურადღება. აი, რამდენად მნიშვნელოვანია თავად უმაღლესი სასწავლებლებისათვის ეს პერიოდი. მნიშვნელოვანია აბიტურიენტებისათვის, მაგრამ ჯერა რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად უმაღლესი სასწავლებლებისთვის. როგორც აბიტურიენტი ემზადება იმისათვის, რომ ის გადავიდეს სხვა ეტაპზე მის ცხოვრების, ასევე ყოველ წელს ყველა უმაღლესი სასწავლებელი ემზადება იმისათვის, რომ აჩილება უფრო მეტი სერვისი, მეტი განვითარება შესთავაზოს მის აბიტურიენტს, მის უკვე სტუდენტს მომავალში. მაგალითისთვის ვიტყვი, არის თუნდაც ჩვენი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი დღეს ძალიან დიდ სარემონტო სამუშაოებს ასრულებს და სასწავლო წრისთვის გაიხსნება ახალი კამპუსი დიღომში, რომელიც იქნება ერთ-ერთი თანამედროვე სტილისა და ძალიან კომფორტული გარემოს მქონე კამპუსი, ძალიან ლამაზი დიდი ეზოთი, შესაბამისი სააუდიტორიო, სამეცნიერო კვლევითი და ასე შემდეგ სამუშაო ოთახებით და აუდიტორიებით. გეთანხმებით აუცილებელია უნივერსიტეტში იყოს შესაბამისი კომფორტი შექმნილი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, თქვათ, პროგრამების განახლებას, თქვათ, არსებულ პროგრამებში ახალი კომპონენტის დამატება, რამდენად საკმარისია, თქვათ, 1 წელი, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი იმისათვის, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა, თქვათ, რაღაც შეცვალონ და ოდნავ განსხვავებული პროგრამა, ან თქვათ, განსხვავებული ხედვა შესთავაზონ აბიტურიენტებს. ჩვენ საუბრობთ როგორც ინფრასტრუქტურაზე, ასევე შინაარსობრივ ნაწილზე, საუბრობთ აბიტურიენტების არჩევანზე და საუბრობთ უმაღლესი სასწავლებლების პასუხისმგებლობაზე. ამაშიც გეთანხმებით, რომ უნივერსიტეტი იდეაში ვალდებულია ყოველ წელიწადს მან დინამიკაში ნახოს რის განვითარებას საჭიროებს ესათვის პროგრამა. თუ ჩვენ ვატყობთ, რომ პროგრამა არ ვითარდება, ეს ინიშნავს, რომ შეჩერებულია განვითარების პროცესი.
თუ არ იცოლება, თუ ახალი კომპონენტი არ შემოდის, თუ ახალი ლიტერატურა არ შემოდის, სასწავლო პროცესის კუთხით არ იხვეწება პროცესი, ეს ნიშნავს, რომ პროგრამა, ესე იგი, ვერ ვითარდება. შესაბამისად, აუცილებელია უმაღლესმა სასწავლებელმა საკუთარი როგორც პროგრამების, ასევე ინსტიტუციის განვითარებაზე მუდმივად იზრუნოს. განათლება ის დარგია და ის მიმართულება, სადაც არის მუდმივი განვითარების პროცესი. იქ შეჩერება შეუძლებელია, მით უმეტეს იმ პროცესში და იმ სიტუაციაში, როგორც ჯერჯერობით საქართველოა, სადაც ჯერ კიდევ ჩვენ ძალიან ბევრი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მივიდეთ ევროპულ და მსოფლიო დონის სტანდარტებამდე. ბატონ დავით, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც უმაღლეს სასწავლებელს აქვს განვითარების გეგმა? ეს არის არ მარტო მნიშვნელოვანი, ეს არის ჯერ ერთი ხარისხის ასე ვთქვათ, ავტორიზაციის და აკრედიტაციის მოთხოვნა და მეორეც, რომ ეს არის რეალური ჩვეულებრივი გეგმა, რომელიც უნდა გქონდეს ნორმალურ ყველა ინსტიტუტს. და შესაძლებელია თუ არა, რომ ამ გეგმას გაეცნონ თავად აბიტურიენტები. ეს გეგმა დევს ყველა უნივერსიტეტის საიტზე და უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, ეს არის ავტორიზაციის მოთხოვნა, ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნა, ეს გეგმები არის როგორც გრძელვადიანი 6 წლიანი, ასევე მოკლევადიანი 1 წლიანი. ეს გეგმები არის საჯარო, ყველა ავტორიზებული ინსტიტუციას უნდა გქონდეს საიტზე დადებული აღნიშნული ინფორმაცია და ნებისმიერ მსურველს აქვს გაცნობის საშუალება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გაცვლითი პროგრამები, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ესეც განსაზღვრავს გარკვეულწილად აბიტურიენტის არჩევანს და შესაძლებლობას, რომ ის გაეცნოს სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლების პროცესს და იყოს მონაწილე. აბსოლუტურად გეთახმებით ამ შეკითხვაშიც, რადგანაც გაცვლითი პროგრამა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სტუდენტს საშუალება აქვს ხელმისაწვდომ ფასად შეიძლება საერთოდ სრულად დაუფინანსდეს მისი სწავლების პროცესი, ის ეზიარება უცხოელ პედაგოგებს, ის უშუალოდ შედის კონტაქტში ახალ გარემოსთან, ის უფრო მეტად დამოუკიდებლობას ეჩვევა, ის სხვა გამოცდილებას ღებულობს საერთოდ ვიდრე დაუშვათ ის წასვლამდე მიიღებდა, წასვლამდე მას ჰქონდეს ეს გამოცდილება და ძალიან ეხმარება ეს მას. და რაც მთავარია, ამითი ხდება ინტეგრაცია ჩვენი და უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტების სტუდენტებისა, რომლებიც ერთმანეთში შემდეგ ძალიან დიდ ურთიერთობებს აყალიბებენ ასევე. თუმცა მთავარი არის ის, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური პროგრამების, ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებზე რაც შეიძლება მეტი ჩვენი ქართველი სტუდენტი მოხვდეს, თუნდაც ერთი წლით ან ერთი სემესტრით უცხოელი პედაგოგები ჩამოვიდნენ ჩვენთან, მათმა წაიკითხონ სალექციო კურსები და გაუძღდნენ. არსებობს ასეთი პრაქტიკა ბატონ დავით თქვენი უნივერსიტეტის მაგალითზე გეტყვით ახლა მაგალითად განათლების კვლევის და ადმინისტრების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა, ავსტრიის გინცის უნივერსიტეტის პედაგოგი, პროფესორი, ცნობილი ექსპერტი ყოველწლიურად ჩამოდის. ასევე ამერიკის კენტუკის უნივერსიტეტის ცნობილი პროფესორი ყოველწლიურად ჩამოდის. სექტემბრის ახალი სასწავლო წლიდან გერმანიის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორი ყოველწლიურად გაუძღვება ასევე სალექციო კურსებს. გარდა მაგისა, ჩვენ უშუალოდ გვაქვს ძალიან მოქნილი სისტემა გაცვლის პროგრამებთან დაკავშირებით და ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია თუ მას ექნება ინგლისური ენის ცოდნა ან გერმანული ენის ცოდნა შესაბამისი დონის, მათ შეუძლიათ როგორც ბრიტანეთში, ასევე გერმანიის ბატონ დავით, ჩვენი დრო სამწუხაროდ იწურება, მე მგონი ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ბოლო კითხვა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გაცვლითი პროგრამები, ეს არის დასაქმების კომპონენტი. რამდენად ვთქვათ, მიგივე თქვენი უნივერსიტეტის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, რამდენად განსაზღვრავს, ვთქვათ, უმაღლესი სასწავლებელი, რამდენად ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას. სწავლების პერიოდში თუ არის შესაძლებელი, ვთქვათ, სტუდენტი იყოს დასაქმებული, ან თუ არსებობს სპეციალური პროგრამები თქვენ შემთხვევაში. ეს არის უნივერსიტეტის ვალდებულებაც, რომ ხელი შეუწყოს დასაქმების პროგრამას. ჩვენთან არსებობს საკარიერო ცენტრი და დასაქმების შესაბამისი პროგრამა, რომელიც უშუალოდ სთავაზობს სტუდენტებს არჩევანს
სახელმწიფო კერძო სექტორში ჩვენ საერთოდ რო გადახედოს მომხმარებელმა დაინტერესებულმა პირმა ნახავს რამხელა რაოდენობა ჩვენი პარტნიორებისა სხვადასხვა მიმართულებებით აი თუნდაც ჩვენს დღევანდელ სტუდენტებში მაინც ესეთი განცდა არის რომ ურჩევნია სახელმწიფო სექტორში განსაკუთრებით სამართლის და საჯარო მიმართულებით სტუდენტებს და მათ მუდმივად აქვს შესაძლებლობა როგორც მთავარ პროკურატურაში, სამინისტროებში, ასე შემდეგ სახელმწიფო უწყებებში არა მარტო პრაქტიკას სტაჟირება, არამედ ისინი თავად თავაზობენ კიდევ უფრო მეტ დასაქმებისა და რეალურად შესაძლებლობას იმისა, რომ ისინი გახდნენ სრულფასოვანი თანამშრომლები ამ უწყებებისა, რადგანაც მათაც ჭირდებათ რეალურად კვალიფიციური კადრები და მათი ინტერესის სფეროც არის. ასე რომ ჩვენ ამ კუთხით ნამდვილად უზარმაზარი რესურსი გვაქვს და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ამ კუთხით, რომ სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამა მისთვის არის ძალიან ხელმისაწვდომი, რათა სტუდენტებმა შეძლონ ბოლომდე მიღონეს მსახურება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის. შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი იყო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი ბატონი დავით ჩერქეზიშვილი. წარმატება ვუსურვოთ აბიტურიენტებს და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. მე თეიკო ანჯაფარიძე ვარ, გადაცემის წამყვანი და გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. რეფორმები და საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები. სანდო, ობიექტური და აქტუალური ინფორმაცია. დრო გამოცდებიდან გამოცდებამდე ჩვენთან ერთად გადის. გადაცემა გამოცდებიდან გამოცდებამდე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. საინფორმაციო მხარდამჭერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული